ემიგრანტიც და აქ მაცხოვრებელიც ბოზებში წავა, ბარდელში წავა, რესტორანში თავდაყირად ადგება, რაღაც კაზინოში და ტოტალიზატორში ჩასდებს ფულს, რაღაც უზნეობაში დახარჯავს თუნდაც სწორად ნაშონ ფულს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიას გვერდში არ დაუდგება და არ დაეხმარება. და ამ დროს შემგან ითხოვენ ხელისუფლებების შეცვლას, თავგანწირვის მაგალითების ჩვენებას, ასკეტიზმის, ასე ვთქვათ, უწყვეტ განხორციელებას, იდეებისადმი ერთგულებას, სიტყვის სრულად შესრულებას, უკან არ დახევას, ბარიკადებზე წინ დგომას. მაკონტროლებენ, რომ სადმე ფინანსი არ ვიშოვო, სადმე რესურსი არ ვნახო, სადმე სპონსორი არ ჩავწერო სიაში, რომ ისევ არჩევნებს მოახმარო. სადმე რამე არ ვიხეირო, ამას აკონტროლებენ. და ამ საზოგადოებიდან ჩვენ რამეს მივიღებთ? უმადური საზოგადოებიდან. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში 30%-მდეა ღირსეული ნაწილი ადამიანების, ვინც ისახურებს ღირს, დამოუკიდებლობას, სიყვარულს, სიკეთეს, ბედნიერებას, წინსვლას, თავისი შეგნებით, თავისი პატრიოტიზმით, თავისი შემართებით, უანგარობით გვერდში 30%-მდე მაქსიმუმ. 70% ფსიქოლოგიური ნაგავია. სანამ ამას დავმალავთ, მანამდე გვეყოლება ჩვენ ეს მთავრობები. ივანიშვილი რო არსებობს, ივანიშვილის ბრალი არ არის. აი 70% უბრალესობის ბრალია, რომელმაც მოატრია ივანიშვილი. და თქვენ რა გონიათ? უმრავლესობას რო არ შეუძლია არჩევნის გაკეთება, სწორი არჩევნის გაკეთება, სიკეთეს და ბოროტებას რო არჩევს ერთმანეთისგან, სინათლეს და სიბნელე რო ერევა და თვალი უჭრელდება ამის შედეგად. ბოროტება რო არ სცილდებათ, ისინი რამე სწორ არჩევანს გააკეთებენ, რამე შედეგს დაძდებენ, რამე წინსვლას გამოიწვევს მათი შემოქმედება ბრჭყალებში. და ისინი რა აფინანსებენ იმას ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიას და თქვენ გჯერათ რომ ამის იმედი მქონდა განცხადებას რომ დებდი. არა, უბრალოდ შევახსენე აი უმადურ 70%-ს, აი ფსიქო ნაგავს შევახსენე მათ გამო რა დღეში ვართ ჩვენ. ამოვიკნავლეთ ასე რომ ვთქვათ. და წამოვიდა ლანძღვაგინების კორიან. მათხოვრებო. დაფინანსება მოგინდათ. ჩვენ აქ უნდა მოხუცების დასმელი ვრეცხოთ და თქვენ ფული უნდა გირიცხოთ. აბა ჯანდაბა უნდა ქნა. რა თქმა უნდა გადმორიცხოთ. სხვა შემთხვევაში აქ რო ჩამოხვალთ, მასპინძლად დაგხვდებათ პუტინი, ეძინაერასია, ჰამასი, ჰეზბოლა, ირანი და არაბი და ქართულად არ დაგელაპარაკებათ. ეჭვარგებარებათ ჩვენ რო არ ვიყოთ აქ, ეს ამბები უფრო დაჩქარდებოდა.